ალექსანდრე ჭავჭავაძისა. გრიშაშვილის წიგნები, ნაწერები იმით არის კაი, რომ იქ არის რაღაცები, რაც არსად არ არის. ერთ-ერთი წიგნების შემგროვებელი იყო და იმ წიგნებს კითხულობდა თან. აი, ძველ ქართულ წიგნებს განსაკუთრებით ხო პერსონალ გაზეთებს, ყველაფერი არაფერი არ აქვს გამორჩენილი. აი ხალხური ლექსიო იმ დროზე, გრძელი ლექსია, თავიდან. სულ გამელილი ერეკლე განხურებს რუსის გზასაო. მოელის რუსის ჯარებსა გაწყობილ ზარბაზანსაო. რაღაცა ესე. მაგრამ არ არის რა, უგზავნე. ზუსტად აქ უცბად. იქ არ არის ამ წიგნში მოთხრობილი ასე წვრილად აღა მაჰმად-ხანის შემოსევები ამ მანამდელი აი ეს ამ ლექსით უცბად არის ყველაფერი და მე შეფასება ისიც ძველი რომელიღაც წიგნიდან აღებული სიღორში ორი სიტყვის შეთანხმება აქვს რა ერეკლეს დრო გრძელი დროა ასე წეს და სათქმელად ძნელი დრო არის ჭყალებში ეს კარგად გოხდათ სწორია მართლა რა ჩვენ რომ მაგაზე ლაპარაკობთ ხოლმე ყველა და მთელი ქვეყანა ლაპარაკობთ ძნელი ის არის რა ასახსნელია ყველაფერი და მოსათხრობად ხო გაუთავებელია და ძნელია და ვერასდროს სრულყოფილად ასეთ ამბავს ვერც მოყვება და ვერც ვერაფერი შეფასებაზე და იმ შეფასებები ჩვეულებრივ იოლია ხოლმე და განსაკუთრებით ამ სახალხო ისტორიაში ესეთი დროა და ამ დროშია ეს ოჯახი რა ქვია მე წინაზე ვამბობდი რომ ალექსანდრე დაიბადა უკვე ეს ერთი შვილი ყავდა თავად გარსევანს და მარიამ მამარიშვილს მე ამას წერილებშიც წერს ერთი შვილი მყავს იმპერატორს როძეს მოხუცი 50-ს არ არის ჯერ მე მოხუცი კაცს ერთი შვილი ოსტატი კაცია ბებია თქვენმა მონათლა და თქვენც იქ იყავით იმ დღეს ეს მე ხდება ეს ბავშვი 2 წელი იქ არიან როგორაც ეს ომარ-ხანის ამბები რომ ჩაივლის ასე თუ ისე და არ არის ეს ჯარებსა და გაწყობილ ზარბაზნებსაო და არაფერი არც ფული არ არის დიდად და ადრე ვახსენებდი ბურნაშოვის გენერალი კაცი 2 ბატალიონით დადის აქეთ ამ კახეთში და ეს არის რა ქვია რუსის ჯარი აქ არის გადასარევად არის ეს ყველაფერი აი ამ პეტერბურგის არქივებიდან იქიდან ამ ქართული საბჭოთა მეცნიერების წამოღებული გადმოწერილი ამუშევარი ცერემონიალი აი როგორ ეს მინისტრი რეზიდენტი როგორ მიდის თქვა აუდიენციაზე ეკატერინე მეორესთან ეს ასეთ ძალიან ბევრი რამეა თუმცა საუბრის შინაარსი უსმენ მთელი ცერემონია ჯერ ვიღაც ქალებს ელაპარაკება თარჯიმნები ესენი ყველა ეს ქართული თარჯიმნები ამ დროის მე წინაზეც ვახსენე ეს განსაკუთრებული ხალხი ყოველთვის ამალაშია პირველად ეს წმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია და წესს აცნობენ იმ ოთახში შედის მე ჯერ ვიცე-კანცლერი მე კანცლერი მე იმპერატრიცა სამჯერ უნდა დაიჩოქოს შევა და მე აქ დალაპარაკების უფლება რა ესეთი ცერემონიალი და ხელებზე მთხოვა ეს ყველაფერი აი მაგრამ ეკატერინე თქვა მაგაცი არ დამიჩოქოთ ასეთი რა ქვია აი არსებობს ლეგენდები რომ მაგი ამბობდა რომ ქართველებს გადასახადები არ გამოართვათ რაღაცა ეკატერინე მე მგონი აქედან მომდინარეობს რომ კაცი არ და მე შვილსაც ასე რომ თქვა მონათლოს მაგრამ ალექსანდრე რომ დაიბადება იქ უკვე აქ წამოსვლა უნდა ძალიან გარსევანს უკან ეს ასე რომ თქვა პირველი ელჩობაო წავიდა 1790 და 6-ში უკვე დაბრუნება უნდათ ეს ამბები მომხდარა და ერეკლესაც უნდა რომ დაბრუნდეს ეს ომარ-ხანი რომ შემოვიდა ეს რუსების დახმარება და აპერტა გამოჩნდა არც ეს ფული გამოჩნდა ეხა ერეკლე არ იყო იმის ჭიდი რომ ხო ეს ტრაქტატი და მე ამაზე გადატყდა ყველაფერი ფიცი მაქვს მიცემული იძახე წერილებშია ფიცი რო არ მქონოდაო მე იმასთან მოვაგვარებდიო აღა მაჰმად-ხანზე ამბობს მაგრამ ფიცი მქონდაო მეორე მხარეს რო ქონდა ფიცი მათ არაფერი და ამას ეს რაღაცა ცოტა ძველი და რაინდურ რაღაცებიც არის ესეთი ცოტა სწორხაზოვანი მაგამ ბავშვი მაგრამ ნუ ეგ რა ჩვენი განსაჯელია ხო და წამოდიო მეუბნება და ეგ წამოსვლა ეგრე არ არის ნებართვა უნდა მოგცენ კანცლერმა იმპერატრიცა მამაც მათ ხელფას იქ იღებს შენ
პრეზიდენტი რუსები აძლევენ ხელფასს. ყველას და 86 წლიდან ითხოვს ეს, რომ გამიშვით, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანას სჭირდება, რომ ერეკლე სჭირდება მოკლედ. ის ერეკლეს წერს იმპერატრიცას, რომ გამოუშვით ჩვენ პასლანიკი, აკვია კნიაზ გარსევან რევაზოვიჩი უკვე ასეთი ისინია ქართულ ტექსტებში ხო. გამოუშვით იქ თარგმნენ, არა და გვიყურებდნენ. ვითომ არ ყოფილა ეს თხოვნა. ასეთი ახსნა არ ვიცი ეს რამდენად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცნიერების ახსნა, რომ დიდად არ უნდათ, რომ ეს კაცი, რომელსაც უკვე რაღაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, შიგნით სასახლეზე, ამაზე მაინც ახლა წასულიყო საჩქაროდ, იმიტომ რომ ამ დროს რა ხდება ერეკლემ რო დაატყვესა ახალციხის ბაშა არის სულეიმან ჯაყელი დიდი ოხერი და ესეთი კაცი ის მე ამბობდა რომ რუსებსაც შეუერთდებიო მეო ის დამოუკიდებელი ქვეყანა კი არ არის თურქეთის პროვინცია მაგრამ აი ესეთი ახალციხე ხო ოსმალეთი არა და მაგენი ეხმარებიან ფულს ეგენი აძლევენ ამ ლეკებს და ამას თხოვდნენ ძალიან რომ დიპლომატიური ჩვენები ამ სულეიმან ჯაყელთან რაღაცებს ხელი მოაწერა მე რუსები ამბობდნენ მაგას ვინ კითხავდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გაგზავნა იქ ერეკლემ ეს გაღალდებით ეს და რუსებმაც დაადასტა ანუ როგორც ამიტომ ტრაქტატის მაგრამ უკითხავად ქნა ეს მეორე ხო და ეს წინდათ ვინ კითხავს მაგას ხელს რო აწერს უკვე აღარ შეგიძლია შენ ხელმა მეორე ამბავი რომ ქართველები თუ არა ვწდები უფრო დიდგვაროვნები აი თავადი ხალხი წასული იყო და თან ელჩობაც ჰქონდათ ირან ნათესავების სანახავად იყვნენ წასული და იქ უკვე აღა მაჰმად-ხანე პირველობდა და ნახა ესენი ხო და დიდი დოსტობა მინდა მე ისევ თქვენთანო გადაეცითო მაგას ის რაღაც იქაც ლაპარაკი იყო და აქედანაც დიდი წინააღმდეგობა არ იყო როგორც ჩანს და ეს გამოჩნდა რო არის გარსევანის და ერეკლეს საიდუმლო წერილებიც 10 წლის მანძილზე ეს წერილებიც არის წიგნებში შევni მაგრამ ჩუმად იყავ გარსევან წერს რომ ბატონო ჩუმად იყავენ თქვენი ყველა ნალაპარაკები სასახლეში აქ იციანო იცოდეთ ეს თქვენო და უთქმელობით გავაკეთოთ უთქმელობით და აქედან მოდის მე რომ ამ გარსევანს ვითომ მოკლედ თავისი აქცენტები ქონდაო და იმას აჯერებდა იმიტომ რომ სიჩუმეს თხოვდა რომ ეს არ განხილულიყო თქვა შედარებით ფართო წრეში რაღაცებზე უწერია მარტო დედოფალს უთხარით ეს მეტი არავის არ უთხრათ ამაზე ესეთი პასუხთან წერილები ეს ჭორია მაგრამ აი მაინც აი ჭორად არის ჯერ არ გამიგია თული ისინი ხო და ამასაც აი დუბროვინსაც კი აქ თუ არა ვწდები რომ ეგ გარსევანიო მას შეებოდაო ძალიან რა ზემოქმედებდაო მაგაზე რა თუ თან დეტალური ვრცელი წერილებია რა აი ესე ქენით ის ეკითხება და ეს რჩევებს იძლევა ხო თავისებურს რა რაც მერე ნუ როგორც დავით ბატონიში და ისინი ამბობდნენ უკვე 10-12 წლის მერე ეგ იყო უბედურებაო და ბოლოშიც გამოჩნდაო რა რასაც ეგ არიგებდაო ну ასე ისე ეს აწყობდა და ეს ძალიან სანდო კაცი იყო ერეკლესთვის მაგრამ როგორც ჩანს იქაც რუსეთშიც ну პეტერბურგში არ ქონდა მარტო ისა მაგრამ იქაურია ეს უმაღლესი ბიუროკრატია რო არის დიდხანს ელოდება ეს ყველაფრის ნებართვანს ყველაფერს არ არის ეგრე როცვათ მიგიღონ ის ანუ უკნიდან რო კეთდება უკანა კარიდან საქმე არ ეტყობა ჯერ და ამიტომაც ამ დობაზე და იმაზე წერს ჯერ არ გვენდობიან ეს სიძახი ჯარი ბიჭო ჯარი აგერდგანან და რატო გადმოვიდნენ აი იქ რო არის რა გასწერის რუსის გზასა ეს გზა ჯერ კიდევ მამამისის დროიდან არის გახსნილი აი თეიმურაზის წერილიც არის უკვე ოსეთის გზის შესაძლებლობა არისო კათალიკოს წერს და ვაჭრები მიდიმოდიანო და სასიხარულო ამბავი გითხრაო რაც იქიდან ბაჟი შემოვაო 2/3 ჩვენაო აღწავ და 1/3 თქვენ ამ ცხეთაშიო და შემოსავალიო და ცოტა იმას შევდო და ეს მართლა ესეთი გზა იყო აი რასაც მე ვქვია ეს დარიალი და რა ქვია როგორც არის საქართველოს სამხედრო გზა არის მომავალში მაგრამ ნუ ეს არის საერთოდ კახეთის სამეფოს აქ უფრო ხანგრძლივი ისტორია რუსეთთან ურთიერთობებში და ქართლისას რა როცა ქართლი უკვე აა ისინი მაინც ნუ ეს რა თქმა უნდა თეიმურაზეა ბევრი რამე თეიმურაზ პირველზე ერეკლეს პაპის პაპა რომელმაც შიალე ამ სპარსელებთან ცხოვრობს ის არ იყო დიდი ესეთი მოსაწონი ხასიათის კაცი როგორც ამბობენ მაგრამ ამ ომში და ამ
მაშინ ცხოვრება შეალია დედა შვილები ეს განხურვა ისტორია უფრო გრძელია და სურვილიც უფრო ადრინდელია და ეს თეიმურაზ პირველი და არის მე ჩვენ ვიცით კაცი ვახტანგ მექვს მაგრამ ეს გამოყვა სულ იყო იქ გაწყდება მაგრამ უკვე ერეკლეს მამამ თეიმურაზ მეურემ დაიწყო და ბოლოს იქაც მოკვდა თვითონ ხო თვითონ ბოლოს თვითონ წავიდა თავისი ასე რომ ვთქვა ქვეყნის ელჩად მაგრამ ის ქართლის მეფე იყო მაშინ ამ იმით წავიდა მანამდე იყო ელჩობა 1850 წელს თუ ისიც თეიმურაზის და ერეკლეს ახალგაზრდა ერეკლეს გაგზავნილი კახელების მხრიდან იყო თუ არა სიმონ მაყაშვილი და ქართლების მხრიდან იყო ათანასე თბილელი ეპისკოპოსი და არაფერი არ გამწაიღეს რაღაცა ეს მაყაშვილი მობრუნდა და ის დარჩა იქ რომ აქ ვიმსახურებ მე რაღაცა არ ვიცი პირობები იყო რაღაც ქრისტიანი ამბავი იყო უფრო რაღაც პირადი თუ არა არ დაბრუნდა ელჩი არ დაბრუნდა მოკლედ დარჩა იმ ქვეყანაში სადაც გავუშვეს ამბავი ჩამოეტანა ეს იყო მე თვითონ წავიდა თეიმურაზ და იმის მე აღარ შეწყვეტილა ეგ ამბავი სინამდვილეში რა აი ერთ საინტერესო ის არის ბარემ გეტყვით რომ გარსევან სადღაცა იმართლებს თავს ეს გარსევან ჭავჭავზე ვისადმია წელი არ მახსოვს ხო და მე იცით აქ არას ნახულობ აქ ქართველებს ნახულობ რომლებმაც ქართული აღარც იციან და საქართველოს არც კი უნახავთ თავის ერთგულებაზეა ეს წერილი ეს ხალხი შეიკრიბებოდა და ისევ საქართველოს ამბებს კითხულობს ზოგი ვინ არის იმანჩი ხო აი როგორც კითხავ და არიციან მე ამ ხალხს რო უყურებო ამ ხალხისთვისაც კი არ შემიძლია რომ ისეთი ვიყო საშუალო და ესო რა იმიტომ რომ მაგათშო საქართველოს ხედავ რა და ეხლა მანდაურობას როგორ უღალატებ ამათ ვერ უღალატებ იმიტომ რომ ვინც ყავს თანამშრომლები ხო იქა და უმეტეს ეგენი არიან რა ქვია რა ასე რომ ვთქვა ნავახტანგარი ხალხის შვილები და შვილიშვილები ხო აი ესეთ რამეს ამბობს ამათაც კი ვერ უღალატებ მე და ვერ შევხედა უბრალოდ ისეთი ხალხია ამათ არ დაავიწყდა საქართველოს და მე როგორ იქ რაღაცები სულ არის თავის გასამართლებელი მოკლედ რა ესე მარტივად ეხლა იცით როგორ არის საერთო სურათის დანახვა ამ კაცს არის ძნელი ну ალბათ უნდა ერთი მეცნიერი ადამიანი აი ეს წიგნები რაც არის იქ არის ეს მაგრამ აი მე ვერ უგრძნობ რა უნდა ვთქვა ეხლა და ეს მტერი იყო რა მტერი ასრულებდა კაც საქმეს ბოლომდე მაგრამ ეხლა მაგის ფიქრები მკვდარია და გამქრალი ხო და ამ წერილებიდან და იმიდან აქნა ნუ ნამდვილი ეს არის რომ იქ კარგი მაზე იყო და როცა კი აქ უჭირდა სულ მოდიოდა აქეთ უკან იმიტომ რომ ერეკლეს ესეთი ხალხი ჭირდება ჩვენ სხვა ელშიც ყავდა კაც თუმანიშვილი რა ერქვა სიმონ თუ სულ ესე მოგეთ პოტიომკინი წერს ესო ეს არ იყო იმ რანგის მაგრამ აი სამხრეთ რუსეთში ამ გრიგორი პოტიომკინთან დადია თქვენაც არ უნდა გაგიკვირდეთ რომ თბილისში ეგეთი განათლებული კაცი როგორ იქნებაო გაირკვა რომ იქნებაო საოცარი კაცია რა და ძალიან იქ ბევრი ისეთი პერსონაჟია რომელიც ეს რა ქვია მანუჩარ კაჭკაჭიშვილი ასეთი მე ეს უფრო აქტიურად ერევა უკვე თბილისში რომ მომბრა მაქსიმ კაჭკაჭევის ხო ამას გარსევანსაც ისინი აქ მიმოწერებ ეს არის კაცი ეგვიპტეში რომ წავიდა ერეკლემ გაუშვა იბრაიმ ბეგთან ანუ აბრამ შინჯიკაშვილი მარტყოფიდან რა ქვია მამელუქი ეს კაცი ყიდულობდა ქართველებს და უკან აბრუნებდა ეგვიპტეში ეს იბრაიმ ბეგი თვითონ იყო მოტაცებული მარტყოფიდან უკვე კაი დიდი ბიჭო მე მგონი 20 ზუსტად მაგის ცალკე სპეციალისტები ყავს მაგ ისტორიას დედა ჩემიო ვეღარ ადის რომ ერთი თხოვნა ქონდა მარტყოფში მაღლა ეკლესიაში და დაბლა ეს თხოვა რომ დაბრუნდა ეს კაჭკაში ეს უთხრა ეგებ დაბლა აუშენო თუ ეკლესია და ჩემ ვეღარ ივლის მაღლა მთაზე და მისი პულით ააშენეს კაცი იყო ეგვიპტეს ატრიალებდა აქეთ იქით ხო და ეს ალიანსი უნდა და რაღაცას ხლართავდნენ პატიომკინი იბრაიმ ბეგი და ერეკლე რომ ოსმალეთის წინააღმდეგ აი ესეთ სამკუთხედ ხო ეგვიპტეც ხო ებრძვის ახლა იმ ოსმალებს რომ მე ოსმალეთის იმპერია და ამიტომ დადიოდა ეს კაჭკაჭიშვილი და პირდაპირ იყო ამ რუსებს უწერდა რელაციებს როგორია ეგვიპტე რამდენი ჯარი ყავთ და ამ ფონზე ეს კაცი გამოიკვეთა მე კაცი ქართველი მაგრამ ნუ აი ესე აქვე მარტყოფის კოშკიც რო არის მაგის აშენებულია
ასეთი პერსონაჟები ჩდებიან ეს მაქსიმ კაჩკაჩოვ მაგალითად ხო ძალიან ესეთი ხალხი და რომ ვერც იმას იზამ აი გენანება რა სახელები და ესე ამოთვალოს კარგი ხალხია ეგენ ესეთი მე დაკარგული და ყველა რუსობაში მიდის მე და იქ რაღაცა ფული უნდა ფული რა საცხოვრებელი უნდა იშოვა და ამის ეს კაჩკაჩიშვილი მაგალითად რომ მაგის რელაციები რომ თარგმნო მოძება აი რასაც უგზავნიდა პოტიომკის უგზავნიდა ერეკლეს და ჩამოდიოდა აი ზუსტად ამ დროს არის ეგვიპტეში როცა ეს 86-7 როცა ის ელჩად არის ასე რომ ეგრე არ არის რომ ესენი ხელდაკრებ მარტო რუსების იმას უყურა რაღაცებს ძალიან ცდილობდნენ რა მაგრამ აი სიმძლავრე რომ არა გაქვს ხეულში რა არაფერი არ არისო რა ხალხი აღარ ამასაც ძალიან ცდილობდნენ სულ ვიღაცები მოყავდათ ისამე მე შიგნით არ აქვს დალაგებული მე სადღაც წამიკითხავს გერონტიხოს საქართველოს პრობლემა ბარე 30 წელი შიგნით იყო გარეთ არა ესეთი შექსპირული დრო იყო ეგ ძველი დრო და ეს თქვა ესეთი არ არის უფრო რაღაცა სხვანაირი უბედური დრამა არის ორი წელი დაჭირდა იმ ნებართვას რომ ეს წამოსულიყო უკან გარსევანი ხო რას წერდნენ იმ მიზეზად იცი ელები აიშალენო ყაზახიდანო აი ეს მომთაბარე ხალხის უფროსი ხო იყო გარსევანი გუბერნატორი ასე ვთქვა ხო და უმაგისოთო ეგ არ დაშოშმინდება ეგ არის მაგის გუბერნატორი ერეკლე ამას თხოვდა 10 წლის მერე კიდე რომ მოდის კიდე ამას თხოვენ რომ ელები აჯანყდნენ აიშალენო და პატრონს თხოვულობენ ხო და ამან ასე თუ ისე გაჭრა და თან უკვე გადავლილი იყო როგორც ჩანს ეს კრიზისი და 2 წელი უყურებდნენ ამ კაცს რა შეება როგორ შეება ისა და მაშინ არ ქონია დიდად საქებარი სიტყვები მაგრამ მე უკვე ნიკიტა პანინი რო იყო ეკატერინას ბოლო ფავორიტი საყვარელი რა ისა ის ბოლოს ის იყო და ის წერდა რომ უზომოდ ამსახურება რუსეთის იმპერიის წინაშე ამ კაცს გარსევანზე საქებარი და ესენი ხო როგორ აკეთებენ ყველაფერს წერენ და 10 წელი რო გავა და ახალი ეს რომ მოდის ხალხი ისინი კითხო ვინ არის გარსევანი უწერიათ ყველაფერი კაცი ეუბნება ხე წერს ერეკლეს რომ არ ილაპარაკო სახში ყველაფერი იციან ამან მეტი რა რა უნდა მოწეროს ხო გარკვეულია ეს ყველაფერი და თან ინტერესიც ვითომ არ არის რომ ჩვენ არ შეგვიძლია აქეთ ომები გვაქვს შუმი გვაქვს თურქეთთან ზავი ვა იმასთან ომი გვაქვს ჩვენ რო ეხ გამოგზავნოთ არ გავფული არა გვაქვს რაც ამას უნდა და სამი მეჯლისის ფული იყო რომ საქართველოს ამოესუნთქა იქ რაც სიმართლე იმიტომ რომ აღწერილია გარსევანის ცარსკაის ელოჟი რომ სამი კარეტა მიღვება მაგრამ აქვე მოოკროვილი მეებში მაგრამ ნუ იმის ფულია და შენ ვინახარ ხა ის დაკარგვი ხარ მაგათ ჰქონდათ ესეთი ისინი ვიცე-კანცლერი იყო ოსტერმანები სულ ეგეთი ხალხი არა ერთხანო ბეზბაროტკო უკრაინელიც იყო ეს სანამ ეკატერინეს ის მოძონა ჩვენო აი პალატონური სურვილი გვაქვს ძლიერი საქართველოს ხილვის ასე წერილებს ის წერს თქვენ გაიხარეთ მოგვეცით საშუალება რომ ჩვენი მონური ერთგულება გამოვამჟღავნოთ ესეთ ტექსტებია მოგვეცით ამ საშუალება რომ დავიცვათ რუსეთის სამხრეთ აი ჩვენი მხრიდან ვერ გაძლევთ საშუალებას არ გვაქვს ეს რომ მოგცეთ არაფერი არ გვაქვს მაგრამ გამაგრდით რა ქვია და შენ არა ემზადები კავკასიის ხაზი რთული ადგილია გაიგეთ ხო და ეს ბრუნდება თბილისში რა მოდის გზელი გზა არის ესა რა ქვია ეს ფაქტი ეს არის რომ მოდიან და მოყავთ ჩვენ იმიტომ რომ სია არსებობს 13 კაცით მოდის და ახლავს ერთ-ორი რუსის ჯარისკაცი და ოფიცერი გზაში და მეხარჯე კაც იმიტომ რომ მთელი ხარჯები გაწერილია როგორ უნდა წამოვიდეს არის რუსული დოკუმენტები რამდენი ჯდება იქიდან იქ მიდის რომელ სადგურზე უნდა გაჩერდეს ეს არის საერთოდ მუდმივი პრობლემები რა სხვაობა რუსების და ქართველ მაგალითად რო უნდათ რომ ჯარი შემოვიდეს ეს წერს ერეკლეს რომ პური არ დაუგვი, პური არ შეუყოვნოთ. ხო ყველაფერს იხდიანო და მაგრამ რა შესაქმე ისიც რუსეთში პური იაფია და ქართლში არის ძვირი. და იმათ რო პურზე აქვს ფული გამოყოფილი, ცოტა მოდის იმით. და ამიტომ უნდა საქართველოს დაამატოს. ამას თქოს რომ და პური არ გაუჯანჯლოთ, იმიტომ რომ ამაზე აქ ძალიან ცუდი აღქმა. თუ უგვიანებს ეს რუსი ჯარი კიდე ცალკე ის არის. ჯამაგირი არ გეხებოდა არაფერი, ოღონდ აი პურის ფულს რასაც მოგცემენო სრულად მიეცით.
ძალიან გთხოვთ თუ ეგ არ გაუჩვენო რაღაცა განსაკუთრებულ რაღაც აქცენტები და ისეთი უცნაური ისტორიები იჩენს ხოლმე იქ თავს აი ჩამოვიდნენ თბილისში და აბა ოჯახის სიხარული ეს ყაზახში გაქანდა ან უკვე საქმე უნდა წავიდეს პირდაპირ მოურავია რა უნდა იმუშაოს რა დაუბრუნდეს ძველ ხელობას რა მაგრამ ერეკლესაც ეთყობა უნდა დაგვერჩი და სალაპარაკო უკვე ბევრი იყო დაგროვილი ამ 4 წელს ახლა წერილი ერთია მაგრამ ის მაგრამ ამას მოყვება ერთი კაი ამბავი სოლომონ ლეონიძემ თქვა რომ იმერლებთან სამხედრო კავშირი 90 წელს და 91 წელს ერეკლე ამბობს რომ მემკვიდრეობის წესი იცვლება უფროს შვილზე აღარ გადავა შემდგომ ძმაზე რაც ესე მეუღლის და შვილებისთვის არის გაკეთებული რა ქვია და ეს ცუდი მე ვიცით რომ თითქოს გიორგის უთხა არ დაუჯერო მაგ ხაღალს მოწერა არც მე ეს ხაღალი არც მინახავს და ისა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თვითონ არ მოწონდაო ეს თავისივე მაგრამ ნუ როგორ არის რო გითხრათ აკლდებოდა სახელი რაც თუ გადიოდაო ეს აღმოსავლეთშიც ეგრე წერენ ბევრ დარტყმას იღებდა უკვე და ასაკი აღარ იყო და ბევრი თვითონაც ჰქონდა დათმობილი რაღაცა იყო რა ეს მიზანი ამ გეოგრაფიული რაღაც ანუ მაგას სპარსეთის სხვანაირი შეგრძნება ჰქონდა შიგნიდან იცოდა ეს სამცხე მოკეთ ეგ ჩემ ქარქანების ადამიანის ის არ არის საფიქრო მაგრამ ძნელი ახსადი მე მაინც ეგრე მგონია რომ ძალიან ძნელი ახსადგენია აი ფიქრი და ეს და ეგ არასდროს ესეთი ვერ იქნება როგორც ახლა ჩვენ დღეს წარმოგვიდგენთ მაგრამ უნდა იკვლიო და ეგ არის ყოველ შემთხვევაში აი ეს ორი ამბავი მოხდა და ეს გარსევანი აქ იყო მთელი ეს წლები და ამასობაში უკვე მოდის ესე იგი აღამ ახმად ხანის აჭრდილი ასეთი რა ქვია ძლიერი და უცნაური სიტყვით და გრიშაშვილს აქ უნდა გამოვაქვეყნოთ ამ საშინელი კაცის ერთი ნაკლებ ცნობილი ფირმანი წერია და აი რაღაც თავისებურად გადმოთა აი საოცარ ტექსტი ესე მაგრამ ეგენი მე ვთქვათ რა პოროტი და საშინელი ტექსტია და გვაჩვენებს საქართველოს სადარემაში